დედის დღეს გილოცავთ, ქალბატონებო, იხარეთ და იმრავლეთ. Გამოვაწყო ყავის ნამცხვარი არაჟნის კრემით. Დაგჭირდება 5 კვერცხი, წიკვი მარილი და 300 გრამი შაქარი. ავთქვიფე კარგად გათეთრებამდე და შაქრის გამღობამდე. დავუმატე 1 ჩაის კოვზი სოდა გააქტივებული ძმარში. 100 მl ზეთი და 100 ml შეგრილებული ხსნადი ყავა. ცენტრში არ ჩაასხათ, გვერდებში ჩაასხით ეტაპობრივად. დავუმატე 1 ცალი ვანილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, მიქსერი გადართეთ დაბალ სიჩქარეზე და ასევე ჩავაცერი 2 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი. გადავიტანეთ ცხიმწასმულ და კალკადაფენილ ფორმაში და გამოვაცხო გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. გადავიტანოთ ბისკვიტი გასაგრილებად. კრემისთვის დაგჭირდება 300 გრამი 25%-იანი არაჟანი და 1 კილა მოხარშული შესქელებული რძე. გადაურიეთ ხელით, მიქსერი არ გამოიყენოთ. კრემი დაასვენეთ მაცივარში 1 საათით. ბისკვიტს მოვაცალოთ ზედმეტი ნაწილები. გავჭერი შუაში. დავნამე ტკბილი ყავით. ავაწყვე, დავკრემე, ბოლო ფენასაც კარგად დავნამავ. გვერდებზე მოვაყარე მორჩენილი ბისკვიტის ნაბშენები, 1 ფილა შოკოლადი გავადუნოთ 2 თქლის აბაზანაზე მიკროტალღურ ღუმელში, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ზეთი, გადაურიოთ, მოვაწუწოთ და მივირთოთ რამოდენიმე საათში. დეტალები აღწერილობაში.